ყოფილი 25 და 53 ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლები ზამთრის მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებას დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვენ. ყოველგვარი საყოფაცხოვრებო პირობის გარეშე დარჩენილი ტერიტორიაზე მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ათობით ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე პატარას უკვე დაჭირდა სტაციონალური მკურნალობა. რა მდგომარეობაში ხვდებიან ფიცრულში მცხოვრებლები ზამთარს, ნინი ხაშილაძე იმყოფებოდა ბატალიონის ტერიტორიაზე დღეს, სად მისი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. გაყინული ოთახები, დახვრეტილი კედლები, არც წყალი და არც ელექტროენერგია. თითქმის ერთი წელია ყოფილი 25 და 53 ბატალიონის ტერიტორიაზე თვითნებურად შესახლებულები ასეთ ყოფაში ცხოვრობენ. გაუსაძილესი პირობების მიუხედავად, ფიცრულებში მცხოვრებლები ტერიტორიის დატოვებას კატეგორიულად გამორიცხავენ. ყველაზე გამწვავებული საკითხები არის ეს დენი, შუქი, წყალი. ანტისანიტარიაზე ხომ ზედმეტი ალაპარაკი იყო საუბარი, რომ უნდა შემოსული იყო აქ მანქანები, ანტისანიტარია დასუფთავება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მთავრობამ კიდე ეს გვერდზე გადადო. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, სანამ ჩვენი უფლებები სერიოზულად მთავრობა არ დააყენებს საკითხად. რთულმა საყოფაცხოვრებო პირობებმა განსაკუთრებული ზიანი ფიცრულში მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობას მიაყენა. ცივი ზამთრის მოლოდინში მშობლები მცირეწლოვნების მდგომარეობაზე ღელავენ. რა სიტუაციაში ვართ კი ხედავთ. ბავშვი მე აქ გამიხდაოთ. შეგიძლია გადაამოწმოთ. იმაზე ანკისაზეც მეწვა, ინფექციურში მეწვა. აქ არაფერი არ ეშულა, კი გამომიგდა ბავშვი. ნოემბერში დამეწვა სახლი. მაგის საბუთის არის, ყველაფერიც არის რაიონში, მაგ მაგის საბუთებიც. იმის მერე ვარ აქ. კომპენსაციის დახმარება რამდენჯერ იყო მომაჩენილი სული არ გიქნეს რაიონში. რა ნახეს ასეთი არ ვიცი. რა ხდება. მაგაზე ცალკე დარუბოდი. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი არის მომაჩენის პენსია. არის ზამთარი ძალიან ცივი, ბაღანა მიცივდება. არც მაქვს ისეთი გარანტია რომ ბაღანას ვუმკურნალო. ანუ შარშანაც მყავდა ისეთი პირობები იყო, ძალიან სიცივეები იყო და ფეჩიც არ მაქვს, ფეჩი მაქვს კი, მაგრამ ვერ დავდგამვერსად არც მაქვს ისეთი ადგილი. ანუ ბაღანას ვუმკურნალობ, სოციალურ ვაფშე არ გამაჩნია არანაირი, არც ვმუშაობთ, არც ერთი შემოსავალი არაფერი არ გვაქვს. დღესვე ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა, რომ ფიცრულების უმეტესობაში ამჟამად არავინ ცხოვრობს, თუმცა მერია არც იმ ოჯახების დასახმარებლად გეგმავს ზამთრამდე ტერიტორიაზე ელექტროენერგიის და წყალგაყვანილობის სისტემის მოწესრიგებას, რომლებიც სიცივის მიუხედავად ფიცრულებს არ ტოვებენ.